განსაკუთრებით ჩვენ ზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს ახალ თაობაზე. იმიტომ რომ თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, რომ ეს უღირსება და სიბილწე არის სინამდვილეში ღირსება და სიკეთე, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. და ჩვენ ვიცით რომ არაერთი დიდი ერი გადაშენებულა სწორედ აი ამ ცოდვის გამო. არაერთი დიდი ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა სწორედ აი ამ ცოდვის გამო. ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი აი ამ გულის ტკივილით და ვევედრებით უფალს რომ ეს არასდროს არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. რამდენჯერაც არ იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ყოველთვის ჩვენ ეკლესიასთან ერთად. იმიტომ რომ ჩვენ 20 საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით. ეს ასე გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოწოდება, ჩვენი ლოცვა-კურთხევა ღვთისაგან. ჩვენ რა თქმა უნდა დღეს ვწუხვართ იმის გამო, რომ იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო შემთხვევები, ჩვენ გვატყობინებენ. იყო არაკორექტული ქმედებებიც. დაზიანდა, როგორც ვიცით ჩვენ რამდენიმე ადამიანი. და მე იმის თქმა მინდა, რომ ეს რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვერ ვღებულობთ, ვერც ამას, ამ ძალადობას და ვემიჯნებით. მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენც ვაფრთხილებით, ვდით, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს გარდაუვალი იქნება, იმიტომ რომ ხალხი გამოიწვიეს, ერის გამოწვევა ხდება, პროვოცირება ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური, ჩვენს სინდისზე და ჩვენს სულიერებაზე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ ესეთ რამეს, რომ ეს რომ აღარ გამეორდეს, აი ესეთი დაძაბულობა, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, არავის არ მოგწონს ჩვენ ეს. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიის სწავლებით ცოდვილებს არასდროს არ ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს არასდროს არ ვემიჯნებით. პირიქით ეკლესია შემწყნარებელია მათდამი, ყოველთვის მზად არის მიიღოს და ჩაიხუტოს მონანული ცოდვილი. მაგრამ ეკლესია ვერასდროს შეეგუება ცოდვის ნორმად გამოცხადებას და დაკანონებას. ამიტომ რომ ავიცილოთ თავიდან აი ესეთი მძიმე, ასე ვთქვათ, წუთები და საათები და ეს მუდმივად შეიძლება ხდებოდეს. როგორც კი გადაწყვეტენ ამის ჩატარებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხომ არ არის დრო, რომ ჩვენს ხელისუფლებამ, ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენთან ერთად დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობით აისახოს რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული შეურაცხყოფის გრძნობების, შეურაცხყოფის ცნება. ამის თქმა გვინდოდა ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და საწინდარი ამისა მხოლოდ არის სიწმინდის შენახვა. იმ იესო ქრისტეს ცნებისა და ეკლესიის შენახვა, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი საუნჯე. და ჩვენ თუ ამას ხელყოფთ, ჩვენ თუ ამას ვერ გავუფრთხილდებით, ჩვენი ერი აღარ იქნება ღირსი. შეიძლება მძიმე სიტყვებია, მაგრამ გადაშენების გზაზე დავდგებით ჩვენ. და მინდა დავამატო, რომ მით უმეტეს მიუღებელია სოდომური ცოდვის პროპაგანდა და დაკანონება დღევანდელ საქართველოში, როდესაც ჩვენ გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისი. როდესაც მთელი იდეოლოგია უნდა იყოს პირიქით მიმართული ოჯახის გამრავლებისკენ, ერის გამრავლებისკენ და აი ამ ფონზე ესეთი ღონისძიება პირდაპირ მიმართულია ერის დაღუპვისკენ და გადაშენებისკენ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი და ჩვენი ერის.